დღეს ოზურგეთის ნომერ მე-3 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა იავნანამ რა ხმნა იხილეს სტუმრებმა, რომლებიც მე-5 კლასის მონაწილეობითა და ქართული ენის პედაგოგის მაია გოგუაძის სცენარით, ზურაბ დარჩიას ქორეოგრაფიით, ნინო ლომთაძის და მაია თანდილაშვილის მხატვრობით შედგა. იაკობ გოგებაშვილის ყველასათვის საყვარელი და სენსიტიური მოთხრობა საინტერესოდ გააცოცხლეს მე-5 კლასელებმა. ქეთოს ბავშვობა, მშობლებთან გატარებული წლები, ბაწვილქალობა, მოტაცება და ლეკ-ქალად ქცევა. შემდეგ კი მშობლებთან დაბრუნება და სიმღერის და ქართული სიტყვის ზალა კიდევ ერთხელ შეგვაგრძნობინეს პატარა მსახიობებმა. დედა! მამა! მუსიკასა და ქორეოგრაფიას ოსტატურად ერწყმოდა ვერბალური ნაწილი, რომელსაც პატარები მთელის მონდომებით და პასუხისმგებლობით ასრულებდნენ. სპექტაკლის დასაწყისიდან წარმოდგენის ბოლომდე მაყურებლის მზერა სცენისკენ იყო ვიმყრობილი, რომელიც ბოლოს უწყვეტი აპლოდისმენტებით დასრულდა. მე და ჩემ კლასელებს ძალიან ბევრი შრომა გვაქვს ამაში ჩადებული და ჩვენს მასწავლებლებსაც ძალიან ვინერვიულობდი, მაგრამ ეს მე შევძელი, როგორც შევეძლო. ჩემი ემოციები გამოვხატე, რაც შევეძლო, ყველანაირად მეცადეთ, ყველა ძალიან მაგარი ბავშვი არის. ჩვენ ძალიან გვეხარია, ჩვენ და მე და ჩემი კლასელები ძალიან გვეხარია, როცა ჩვენ ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც ყველას მოსწონდა წარმოდებას მოგწევს. ძალიან გვეხარია, ძალიან ყოფილები ვარ, ცოტა კი ნერვიულობდით, მაგრამ მაინც გამოგვიდეთ ბოლოს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ჩემს ქართულის მასწავლებლებს, რომ ამდენი შრომა, სცენარი დაწერა და ჩვენ ეს სპექტაკლი გაგვაკეთებინა. ასევე ზურა მასწავლებელსაც. საპასუხისმგებლო იყო და ძალიან სახალისოც იყო ეს სპექტაკლი. ამავდროულად ჩვენ სკოლას მოუტანეთ, ვეხმარებეთ რომ განვითარდეთ და კარგი გამოცდილება იყო. ეს გაცდა იყო ისეთი, რომ სიტყვებით აუწერელი იყო, თან ნერვიულობდით და გეგონა რომ რაღაცები შეგვეშლებოდა რაღაც და ანუ ისეთი გაცდა იყო, რომ მოგეწონა სპექტაკლის და მოგეწონა ნაწარმოებიც და გაითავისე როლიც. ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის. უდიდესი მადლობა მინდა პირველ რიგში ბავშვებს გადავუხატო. აი ნამდვილად მაქსიმუმი აჩვენეს და რა ვიცი, ჩვენი ქორეოგრაფი და ქალბატონი მაია იყო საოცარი, დიდი შრომა ჩადეს და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება პირველი ნაბიჯები ამათვის და კიდევ უამრავი დიდი სიამოვნებები გველოდება. დღეს არაჩვეულებრივი სპექტაკლი ვიხილეთ, რომელიც ქართული ენის დღეს მიუძღვნა მე-3 საჯარო სკოლამ. აქ ფაქტიურად მთელი კვირეული მიმდინარეობდა, როგორც აქ ამ სკოლაში, ისე ეს კვირეული ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ყველა სკოლაში გვაქვს. სასიამოვნოა, რომ ბავშვები ამას საკიდან იწყებენ ენის გაფრთხილებას, ენის მოფერებას, ენის დაცვას, ენის პოპულარიზაციას. მე წარმატებები მინდა უსურვო მათ და ქართული ენა რამდენად ძვირფასია ჩვენთვის და ეს ჩვენი იდენტობა რომ არის, ერთხელ კიდევ გაესვა ხაზი. ჩვენი სკოლა უერთდება ქართული ენისადმი მიძღვნილ დღესასწაულს. მთელი კვირის განმავლობაში სკოლაში იმართებოდა სხვადასხვა სახის აქტივობები, ღონისძიებები, გამოფენა, კონკურსები, ვიქტორინები და დღეს სპექტაკლით გამოვეხმაურეთ ქართული ენის დღეს. აი ეს ბავშვები დაინახსოვრეთ, ისინი თავის სიტყვას იტყვიან არა მარტო ჩვენი სკოლის, ქალაქის, მთელი ქვეყნის ისტორიაში. ნამდვილად სიტყვაში განცხადებული ენაი ქართული ნამდვილად მეტყველებდა და ამბობდა თავის სათქმელს. მათ თქვეს სათქმელი, რომ ქართული ენა ხმათა ხალხების დაღმართების ენაა და ისინი იმდენად ბედნიერები იყვნენ, რომ მადლობა თითოეულ მათგანს, აი ამ ასეთი შემოქმედებითი ნიჭის, საკუთარი უნარჩვევების გამომუშავებისთვის და მადლობა ყველას.